უკვე და მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამდენი ხანი მომითმინეთ, ესე იგი. მთელი წელი რომ ამას ისმენდით. ვინც დადიოდა, რა თქმა უნდა, ზოგი უფრო ხშირად, ზოგი უფრო იშვიათად. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ იმაზე დიდი სიხარული არ აქვს არც მასწავლებელს, არც მშობელს, არც მოძღვარს, რომ ესე იგი ხედავს ნაყოფს რო ხედავს. აი მაგალითად მიწის მუშაკი ნაყოფს რო ხედავს, რო იშრომა და ნაყოფს რო ხედავს, ეგ ახარებს. იმ ნაყოფის მოლოდინში ის სიცივეშიც შრომობს, სიცხეშიც იშრომებს. ეზარება თუ ეხალისება მაინც გააკეთებს. ანუ იმაზე კი არ იქნება დამოკიდებული, რომ მაშინ ვაკეთო, როცა მეხალისება. აი მაგალითად ყურძენს ვარს სჭირდება გასხლა. მაშინ კი არ გასხლავს, როცა ეხალისება. ის მაშინ უნდა გასხლა, როცა სჭირდება. აი მაგალითად იცით ალბათ, რომ იწვიმებს, მერე მალევე შეწამლა ჭირდება. თორე აფუჭებს ეგ მერე. შეიძლება სულაც არ არის მეორე დღეს ხასიათზე ადამიანი იმის შეწამლის, მაგრამ უნდა გააკეთოს. გესმით? გადადოს ყურძენს როცა ჭირდება, მაშინ უნდა გააკეთოს. მასწავლებელიც ეგრე, მშობელიც ეგრე, მოძღვარიც ეგრე.